გადაცემის დასაწყისში დაანონსეთ, რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ონიომანიაზე. რომელიც არ ვიცი რას ნიშნავს. რომელიც არ იცი რას ნიშნავს და ერთ კითხვას კითხავთ. გადაჭარბებული ყიდვის მიდრეკილებად თუ გქონიათ, კომპულსიური ყიდვის აშლილობა ასე ქვია ამას. უბრალოდ ჩვენ ენაზე ასე რომ ვთქვათ, რომ გადაჭარბებულად თუ შეგიძენიათ ნივთი, აი ეს ქცევა თუ გიგუძინოთ საკუთარ თავში. მე მგონი არა. არა, არ მახსენდება. კოკო დარწმუნებული ვარ, რომ არა, კი. მე მგონი არა, არ ვიცი, მაგრამ უფრო დეტალურად რომ გავიგებ რა არის და როგორი უფრო დეტალურად რა თქმა უნდა გავიგებ ჩვენ არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად რომელიც გახლავთ ბატონი გუგა სიხარიძე ფსიქიატრი და რომ მოგესალმებით განსაკუთრებით გვიხარია ხოლმე დილომშვიდობით მართლა ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა იმიტომ რომ სახალხო პერიოდი მოდის ასევე და ისიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვა სახალხო პერიოდის დროს ჩვენ გვიყიდია თქვა ნივთები და ვყიდულობთ რა თქმა უნდა დავდივართ მაღაზიებში და ვყიდულობთ ნივთებს თუმცა ეს არის გადაჭარბებული თუ არა აი რა ზღვარი არსებობს ამასთან დაკავშირებით ამაზე უკვე უფრო ვრცლად ბატონ გუგასთან ერთად ვისაუბრებთ. ეს ეხლა მე როგორც მივხვდართ ჩემია აი შოპოჰოლიკოვასთან რამე კავშირი არის თუ არა? პოპულარული ვთქვათ ტერმინი არის შოპაგოლიკი, რა თქმა უნდა ამისი და უფრო კარგად ბატონი გუგა აგვიხსნის რას გულისხმობს ზოგადად ონიომანია? ონიომანია პრინციპში ეს არის უკვე პათოლოგიის რეგისტრში გადასული ანუ ჭარბი სურვილი ადამიანის როდესაც ის ყიდულობს ზოგჯერ და ხშირად და უმეტესად მისთვის არასაჭირო ნივთებსაც კი, ანუ გადაჭარბებულად იდვა ეს დაავადება აღწერილია საკმაოდ დიდი ხნით ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში და ონიოს ბერძნული ტერმინებიდან მოდის ნიშნავს ფასდაკლებას, ნუ მანია ყოველთვის გასაგებია. კრეპელინის ეს ცნობილი ფსიქიატრის მიერ არის ერთი საუკუნის ზუსტად აღწერილი. როგორც ნანუკამ სწორად ახსენა, ეს არის ანუ კომპულსიური აშლილობა. ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში გვაქვს ობსესიური კომპულსიური აშლილობაზე ძალიან საინტერესო ის ქონდა გადაცემა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გარკვეულწილად არის ერთ-ერთი მისი ფორმა. ანუ ეს ქმედებაც არის კომპულსია. ანუ მოდი გავმარტოთ და გავიხსენოთ რა არის კომპულსია. კომპულსია ეს არის დაუძლეველი, ძლიერი არაკონტროლირებადი ან ნაკლებად კონტროლირებადი სურვილი ადამიანმა ზოგადად რაღაცა გააკეთოს. და აი ამ შემთხვევაშიც ვლინდება აი ესეთი დაუძლეველი უკონტროლო სურვილის სახით, რომ ადამიანმა რაღაცა შეიძინოს. ეს სურვილი წინააღმდეგობის გაწევა პრაქტიკულად ადამიანს არ შეუძლია, იმიტომ რომ თუ მას ეწინააღმდეგება, მას ექნება ძალიან სერიოზული და ძლიერი შინაგანი ფსიქოლოგიური დისკომფორტი, როგორც არის სპორტვა, დაძაბულობა, განღრიზიანებლობა და ერთგვარად მის ფსიქიკაში აღიქმება, რომ აი ყიდვის შედეგად ის იღებს გარკვეულ სიმშვიდეს და სიამოვნებას. ამიტომ ამას ასე ვთქვათ, ეს ობსესიურად, მუდმივად, ხშირად იმეორებს. ნუ თავისი გვერდით ეფექტებამდე და შედეგებამდეც მერე შესაბამისად სოციალური ან ფინანსური კუთხით ძალიან ხშირად მიყვარს ადამიანი. აი თქვენ თქვით დაუძლეველი სურვილი, ხო? ან მე მგონია რომ დაუძლეველი რაღაცნაირად მის სეული აღქმა არის იმ ადამიანის აღქმა, რომ აი ხლა ეს თუ არ გააკეთა, მაგრამ სიამოვნებაში არის თუ არა დაძლევადი. ხო, სუბიექტური იმ ადამიანს ეხება ბუნებრივია და თუ იმ ადამიანისთვის ეს დაუძლებელია, მისი გადალახვა შესაძლებელია თეორიულად, თუმცა ალბათ უფრო დახმარების შემთხვევაშია შესაძლებელი და მაღალი ალბათობით რომ ადამიანმა ეს გადალახოს. ბატონ გუგა, რა არის ის ძირითადი მახასიათებლები ან სიმპტომები, რომელიც განასხვავებს მას რეგულარული ყიდვისგან? აი როგორ უნდა განვასხვავოთ? ხო, აი სიხშირე ახსენეთ თქვენ და რამდენად ხშირად უნდა იყოს ეს გამოხატულება, ხო? დაიწყეს ფიქრი რა იყიდეს ისა, რაც არ ჭირდებოდათ ისეთი ნივთები. აი შენ რო არ გეხება რა მარტივია ხო? სიხშირე არ არის ძირითადი ძირითადი კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები ონიომანიით შეპყრობილი ადამიანები ბუნებრივია ხშირად ყიდულობენ, თუმცა ეს არ არის ძირითადი კრიტერიუმი. ძირითადი კრიტერიუმი არის ის, რაც წეგან ვახსენე, ანუ ეს არის ძალიან ძლიერი დაუძლეველი სურვილი, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ უწევ ადამიანი. ანუ ვიცი, რომ რაღაცა ნივთი არ მჭირდება, ან მაგალითად ჩემი ფინანსური მდგომარეობა იმ ეტაპზე არ შეესაბამება იმას, რომ ეს ასე თუ ის ნივთი გარკვეული ღირებულების შევიძინო, მაგრამ აი ამ სურვილის მიუხედავად მაინც ყიდულობ. ეს არის ძირითადი განმასხვავებელი და არა ვთქვათ რაოდენობა, სიხშირე, ან მაგალითად თანხა იმ ის, რასაც ვიხდი ამ შესყიდვებში და ყიდვაში.
ბატონო გუგა, ეს ისეთი ვთქვათ, აშლილობა არის, რომელიც ვთქვათ, აი ვფიქრობდი და გისმენდით, ვერ წარმოვიდგინე საიდან შეიძლება გაჩნდეს, ვთქვათ, და რა იყოს, ვთქვათ, სათავე. შეიძლება რაღაცა კონკრეტულად სხვა მოვლენამ გამოიწვიოს, თუ თავიდანვე ვთქვათ, უნიომანია ვითარდება. არა, როგორც წეგან მახსენე, ანუ ეს ძალიან ხშირად კავშირშია ობსესიურ კომპულსიურ აშლილობასთან. ანუ ჩვენ ეს დაავადება შეგვიძლია რამოდენიმე ასპექტში განვიხილოთ, როგორც კლინიკურ ასპექტში, არუსებთა სამედიცინო კუთხით, ასევე ვთქვათ ფსიქოლოგიური კუთხით, როგორც არის მაგალითად ხასიათობრივი მაჩვენებელი, ანუ რა ტიპის ადამიანებს უფრო ხშირად ემართებათ უნიომანია. პირველ რიგში ეს არიან ადამიანები, რომლებსაც თვითშეფასება აქვთ დაბალი. ანუ ეს თითქმის უმრავლეს შემთხვევაში უნიომანია ვლინდება ადამიანებში, რომლებსაც თვითშეფასება დაბალი აქვთ, ასევე ადამიანებში, რომლებსაც განსაკუთრებით ძლიერი მოთხოვნილება აქვთ და გამოხატული თვისება აქვთ ხასიათის პერფექციონიზმი. ანუ გარკვეულწილად სხვა კომპულსიის მაგივრად ესეთი ადამიანები ბჭყალებში ირჩევენ უნიომანიას, იმიტომ რომ აი ეს ყიდვის და ის შენაძენი მათ ფსიქიკაში ასოცირდება რაღაცა აი ამ აი დაქვეთებული თვითშეფასების გადალახვის მექანიზმად და აი მათი პერფექციონიზმით თითქოს აი ამ რაღაცა ნივთებით რაღაცა სივსებენ და აი ამ დანაკლისის განცდას ავსებენ. ეს არის ანუ ფსიქოლოგიური მექანიზმი. რაც შეეხება კლინიკურ ასპექტებს, ანუ ძალიან ძირითადად ასოცირებულია ობსესიური ხასიათის ადამიანი უნდა იყოს ან სულაც ობსესიურ კომპულსიური აშლილობა უნდა ქონდეს, თუმცა აი ეს მექანიზმი შეიძლება გააძლიეროს დამატებით გუნებგანწყობის დარღვევებმა ან შფოთვამ. მაგრამ ვიცით როგორ არის მე თვითონ მექანიზმი ვიდის ბანკიერ წრეზე, იმიტომ რომ როდესაც პირობითად ავიღოთ მოიმატა შფოთვამ, შფოთვის გამო უნიომანიის გამოხატულება, ანუ კლინიკური გამოხატულება გაძლიერდა, ანუ ადამიანმა კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით დაიწყო ეს შესყიდვების, ანუ უაზრო ასე ვთქვათ, შესყიდვების განხორციელება, მე ამ შესყიდვების ხარჯზე მას უჩნდება ისევ დანაშაულის განცდა, იმიტომ რომ პირობითად დახარჯა გაცილებით მეტი ფინანსი, ვიდრე იმის რეალურ შესაძლებლობებს, აი ამ ფინანსების უაზრო ხარჯვა მე გამოიწვია ისევ თქვა თვითდანაშაულის და თვითბრალდების განცდა, იმიტომ რომ უკვე რაღაც უფრო მნიშვნელოვან რაღაცებზე აღარ დარჩა მათ ფინანსები და ერთგვარად გარკვეულად მანკიერი წრე ყალიბდება. თუმცა აი ამ მექანიზმს ადამიანი ვერაცნობიერებს, თუ როგორ მანკიერ დახურულ წრეში ტრიალებს, აი ზუსტად ამიტომაც არის აქ სწორი ინფორმირება საჭირო და ჩვენი გადაცემაც ამას ემსახურება, რომ ადამიანებმა უფრო ადვილად შეძლონ აღნიშნული პრობლემის ამოცნობა, მიხვდნენ მის არსს და შესაბამისად, როდესაც ინფორმირებულობა მაღალია, უფრო მერე არის მეტი შანსი იმის, რომ თუნდაც თვითონ შეეცადონ ამ პრობლემის დაძლევას, ან შესაძლებელია. მას იმ შემთხვევაში დიახ, ან შესაძლებელია, რომ ადამიანმა მაგალითად აი შინაგანი შოთა მოთხოვნილება სხვა უფრო სწორი მექანიზმით ჩაანაცვლოს, შესაძლებელია. აი როგორ არის შესაძლებელი მკურნალობის გზებზეც რო ვისაუბროთ და გადაჭრის გზებზე? დიახ, მკურნალობის გზები ალბათ აქ პირველ ეტაპზე, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ იზოლირებულად ეს პრობლემა წარმოჩენილი, ალბათ ჯობია, რომ ჩატარდეს ფსიქოთერაპია და ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური გზა ეს არის კოგნიტიურ-ბიჰევიორალური თერაპია, ეგრეთ წოდებული CBT, თუმცა კომორბიდული, ანუ თანხმლები სხვა ფსიქიკური პრობლემების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ საჭირო იყოს ასევე ექიმის, ანუ ფსიქიატრის ჩართულობა და გარკვეული მედიკამენტოზური კორექცია, იმიტომ რომ თუ შფოთვის დონე მაღალია, ეს შფოთვა იყო მიზეზი თუ შედეგი უნიომანიის, მაღალი შფოთვა უნდა აუცილებელია, რომ დაიწყურნოს, იმიტომ რომ ეს მანკიერი წრე, დახურული წრე, რომელიც ტრიალებს, სადღაც უნდა გაწყდეს, ხო ისეა? ამიტომ შესაძლებელია, რომ თანხლები შფოთვა როა საჭირო გახდეს შფოთვის მკურნალობა, თვითონ უნიომანიით და აი ამ რაღაც სტრესიარულით გამოიფიტა ფსიქიკა და განვითარდა დეპრესიული მდგომარეობა, ამ დეპრესიაში ჭირდება მკურნალობა, თუ ობსესიურ კომპულსიურ აშლილობასთან არის ასოცირებული და მაშინ ამ შემთხვევაში ობსესიურ კომპულსიურ აშლილობას უნდა უმკურნალოთ და ანუ ეს ძირითადად ფსიქიკაში ესე იზოლირებული სიმპტომები, ფენომენები და დიაგნოზები ხშირად არ ხვდება და რაღაცა უფრო ესეთი
კომპლექსური მიდგომა ახლა საჭიროა. და ასევე ძალიან მაინტერესებს, აი თქვენ ჩამოთვალეთ სხვადასხვა აშლილობები. აი ამ ეს ადამიანები უფრო მგრძნობიარეები შეიძლება იყვნენ, თქვათ, ამ დაავადების მიმართ, ონიომანიის მიმართ შეიძლება უფრო მგრძნობიარედ აღიყვნენ. ანუ როდესაც არის თანხლები დაავადება, უფრო აი ამ ონიომანიას კიდევ უფრო ამყარებს და უფრო ძნელად გადალახვათ ის ამიტომაც არის, როდესაც არის თანხლების პრობლემა, პრინციპში ამ დროს კომპლექსური მიდგომა და იმ ორი თანხლები ან სამი პრობლემის ერთობლივად მართვა აუცილებელია. და როგორ მოქმედებს ონიომანია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და თქვათ კეთილდღეობაზეც? ხო, ონიომანიას კიდე რაც მინდა, რა თქმა უნდა, მოქმედებს, იმიტომ რომ მოქმედებს როგორც ფსიქოლოგიური კუთხით, ასევე სოციალური და სხვა ფინანსური კუთხით, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური კუთხით წაღანმახსენე რომ ადამიანს აღნიშნული კომპულსიური ქმედების განხორციელების მერე კიდევ უფრო უმძაფრდება თვითდანაშაულის განცდა, იმიტომ რომ ვერ გააკონტროლა და თქვათ შეიძინა ის რაღაცა, რომელიც აბსოლუტურად არასაჭიროა და მნიშვნელოვანია ფინანსური და სოციალური ასპექტები, იმიტომ რომ ამას ფინანსური პრობლემები შეიძლება მოყვეს გარკვეულწილად, ან თქვათ იქ მიკროსოციუმში როგორც არის ოჯახი, იქ დაკავშირებით ახლობით, ეს იგივე მექანიზმია, როგორც მაგალითად აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, როდესაც ისიც ხო კომპულსიური ქმედება, ანუ ძლიერი სურვილი, აი ამ თამაშის, აზარტული თამაშის, აქაც იგივეა, ანუ ზუსტად აი ამ შესყიდვებით ადამიანი იღებს იმ სიამოვნებას და ბჭყალებს ის სიმშვიდეს და როდესაც მაპატია მაინტერესებს, როდესაც ცნობიერებს უკვე რომ თქვათ ის ნივთი შეიძინა, რომელიც მისთვის იყო არასასურველი, იმიტომ რომ ეს ხო რაღაცნაირი პროცესი არის, როდესაც იძენს მაგ პერიოდში როგორც მივხვდი ადამიანი ვერ ხვდება, რომ შესაძლებელია სრულიად ანუ ისეთი ნივთი შეიძინა, რომელიც არ ჭირდება, თქვათ მისი ფინანსები ბევრად უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე მას ჭირდება და როდის აცნობიერებს უკვე მაგ ყველაფერს. მას ალბათ შესყიდვამდე შესყიდვის პროცესშიც რო აცნობიერებს და ზუსტად აი აქ არის ძალიან მთავარი კიდე რაც უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ აქ არ არის ანუ ადამიანის ტოლვა კონკრეტული ნივთის მიმართ, თვითონ პროცესის მიმართ არის ეს ანუ თავიდანვე შეიძლება იცოდეს რომ ეს პროცესი დიახ თავიდანვე იცოდეს არა იცის თავიდანვე დიახ რომ მის საჭიროება ისეთი მაღალი არ არის. თვითონ პროცესის არის კომპულსია, ანუ ეს შესყიდვის პროცესი, ისევე როგორც თამაშის შემთხვევაში. თუმცა ადამიანები, თქვათ, თავის თავთან ან სხვა ადამიანებთან ამართლებენ ამას, რომ აი ეს ნივთი იყოს დამცველობით ფუნქცია ადამიანში ის, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ მან გაცნობიერებული აქვს, ან ნახევრად გაცნობიერებული აქვს ამ ქმედების არსი, მან შეიძლება სხვანაირი გამართლება, ასე თქვა და ინტერპრეტაცია მისცეს. იგივე ხო მაგალითად თამაშთან მიმართებაში, როდესაც აი ფინანსური პრობლემა აქვს და მეგონა რომ ამით რაღაცნაირად მოვიგებდი, გამოვასწორებდი, არა რეალურად როგორც იქ ისევე აქ ამ ადამიანებს მოსწონთ თვითონ პროცესი შესყიდვის და არა ის კონკრეტული მონაგებია ნაყიდი ნივთი. შეიძლება არც იხმარონ ის ნივთი, შესყიდვა გააკეთონ და თვითონ ნივთით მე რაღაც აღირებული ლამაზი ან მათთვის მნიშვნელოვანი შეიძინეს აი ამით სიამოვნება ვერც მიიღონ პროცესი დამთავრდა შიპინგის ღილაკს დააწნენ და იქ დამთავრდა ამ ნივთთან კავშირში. შფოთვა დაეწყოს და ნერვიულობა ალბათ არის ასეთ შემთხვევებიც, რომ თქვათ რატო შეიძინა ის ნივთი, რომელიც საერთოდ არ ჭირდება. დიახ. ან ქონდა ამ შემთხვევაში. ბატონო გუგა, ერთი მაინტერესებს კიდევ მაპატია. ძალიან მაინტერესებს ადამიანები, ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვისაც სიამოვნებს და სიამოვნებას იღებს, როდესაც რაღაცა კონკრეტულ ნივთს ყიდულობს. ზოგადად შოპინგი, ასე რომ ვთქვათ, სასიამოვნო პროცესი არის. თუმცა, რამდენად ხშირი არის, როდესაც ამოიცნობენ საკუთარ თავს ონიომანიის შემთხვევაში და რამდენად ხშირი არის მომართვიანობა. საქართველოს მაგალითად გულისხმობ, იმიტომ რომ მგონია რომ ადამიანების უმეტესობა შეიძლება ფიქრი ქონდეს რომ მე უბრალოდ მიყვარს მაღაზიებში სიარული. იცით რა, თვითონ აღნიშნული პრობლემის გამო რომ აი პირველადად ადამიანმა მოგმართოს რომ ეს არის ჩემი მთავარი პრობლემა და ამით ვიმკურნალეთ, ეს უკიდურესად იშვიათია, ძალიან იშვიათია. უბრალოდ შეიძლება სხვა პრობლემის გამო მოგმართონ შფოთვა, დეპრესია, ან ობსესიები და ასე შემდეგ და ამ დროს ესეთი კლინიკური ანალიზაც საუბრისა შეიძლება ეს პრობლემა გამოიკვეთოს, თორე აი ამის გამო ძალიან იშვიათია რომ მოგმართონ, იმიტომ რომ
იდენტიფიცირება ვერ ხდება, რომ ეს არის ფსიქიკური პრობლემა, იმიტომ რომ ინფორმირებულობა ამის შესახებ საზოგადოებაში ძალიან დაბალია. აი შესაძლებელია თუ არა, რაც თქვენ თქვით, რომ ეს შეიძლება ჩანაცვლდეს და დადებით მხარეს უნდა ჩანაცვლდეს, შესაძლებელი თუ არა, პირიქით უარყოფით მხარით ჩანაცვლეს, იმიტომ რომ აი მაგალითად ყველაზე ახლოს მე ხლა ამ მანიასთან კლეპტომანია მგონია, ისიც დაუძლეველი სურვილი რომ რაღაც მოიპაროს, დაუშვათ თუ შეიძლება გადაფორმირდეს კლეპტომანიაში ონიომანია. ეს საინტერესო იდეა მოგვაწოდე. შემდეგი რუბრიკის თემის კლეპტომანიას გულის. ხო. კი, იმიტომ რომ კლეპტომანიაც არის კომპულსიური და საერთოდ კომპულსიური ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს, მაგალითად კვება. აჰა. ხო? ვთქვათ, პირდაპირ საღამოს საათებში ძალიან დაუძლეველი სურვილი საკვების, ან ტკბილის, ან რაღაცის მიღების. ესეც კომპულსიური ქმედება. ანუ რეალურად თავარი არის რომ ჩვენ გავიაზროთ რომ მექანიზმი, ანუ გვაქვს კომპულსია, დაუძლეველი ძლიერი სურვილი რაღაცის, რომელიც ჩვენ არ გვინდა. და ეს შინაარსობრივად, ანუ ფაბულა რა არის, უკვე ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია დაწყებული კლეპტომანიით, რა თქვენ ახსენეთ, რომელიც საკმაოდ იშვიათი ფენომენია, ალბათ იმიტომ რომ ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ მიდიან სპეციალისტებთან, მაინც არ სურთ ამ თემაზე საუბარი და ალბათ ძალიან იშვიათი ადამიანები ამჟღავნებენ. ონიომანია და წეგამ კიდე ბევრი, ასე ვთქვათ, კომპულსიური ქმედება ჩამოთვალთ, აზარტული თამაშები და ასე შემდეგ. და ბოლოს აუცილებლად მინდა გითხრათ, ონლაინ შოპინგის ეპოქაში რამდენად იმოქმედა ონიომანიას გავრცელებამ და ვთქვათ, ამაზე უკვე ღიად საუბარმა ადამიანებს, რომელსაც აწუხებთ ეს პრობლემა. ხო, ამან ძალიან გაზარდა პროცენტი და ალბათ რეალურად აი ხელმისაწვდომობა, ვთქვათ, საბარათე გადახდების, ონლაინ გადახდების ძალიან ხელი შეუწყო, რომ ამ ფორმით გამოვლენილი კომპულსიები და პროცენტი საკმაოდ მაღალია. არსებობს ესეთი მონაცემი, ეს შტატებში ჩატარებული სკოლა, რომ დაახლოებით მოსახლეობის 5%-ს მეტნაკლებად კვეთრად ან საშუალო რეგისტრით, ანუ ონიომანია აქვს გამოხატული. ძალიან მაღალი პროცენტი ამ ზოგადი მოსახლეობის არა ქალბატონების, იმიტომ რომ სქესთან მიმართებაშიც დაკავშირებულია ეს დაავადება და ანუ ქალბატონებს გაცილებით უფრო ხშირად აქვთ ეს პრობლემა, ვიდრე მამაკაცებს. კი, ცალსახადასია კოკო. არა, რთული ამბავია, ძალიან რთული არის. ну იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს დაუძლეველი სურვილი უჩნდება, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან რთული არის. და ალბათ აი ეს დამოკიდებულება, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და ახსენეთ, რაც არის ონიომანიის შემთხვევაში განსაკუთრებულად და გამოკვეთილად, თვითნებურად მე მგონი არ უნდა გადაერთოს სხვა რამეზე, რომ თითქოს შეეცადოს ამის დაძლევას. ესეც მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა სპეციალისტების ჩართულობა, ამ შემთხვევაში, როდესაც უკვე ვთქვათ ეს ფორმა არის ონიომანიას, იყოს მნიშვნელოვანი და თქვენი რა თქმა უნდა პროფესიონალი ადამიანების. ხო, ანუ თვითონ მექანიზმ კომპულსიის ადამიანი ალბათ ესე დამოუკიდებლად ვერ დაძლევს. ერთადერთი შესაძლებელია, რომ შედარებით ნეგატიური და ესე დამაზიანებელი კომპულსია შეცვალოს პოზიტიური კომპულსიით, პირობითად ავიღოთ კომპულსიურად ხატოს რაღაცა, ხო ესეა? კომპულსია იქნება, მაგრამ მისგან ზიანი და აი შემდგომი რაღაცა მოვლენები, რომელიც ახლავს და მე კიდე ფოთოს აძლიერებს, დისკომფორტს აძლიერებს, თვითდანაშაულს აძლიერებს, ამ შემთხვევაში ზიანი იქნება გაცილებით ნაკლები. ამიტომ თუ თვითონ ვერ მოახერხა ადამიანმა გადაართა, ბუნებრივია, ალბათ საჭიროა, რომ კვალიფიციური რჩევა მიიღოს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოგა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და ესე საინტერესოდ ვისაუბრეთ ონიომანიაზე.